და ვინ არის მოსამართლე, ვინც რეჟიმის ტყვეები პატიმრობაში დატოვა. ქეთევან ჯაჭვაძემ ოლიგარქიული რეჟიმის დავალება შეასრულა და მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და სამშობლოს დაცვის გამო დაკავებული კიდევ 10 ახალგაზრდა მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად პოლიტიკურ პატიმრობაში დატოვა. კლანის წევრი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით საეჭვოა. კითხვის ნიშნები ჩნდება იმ სასწავლებელთან დაკავშირებით, სადაც მან დიპლომი დაჩქარებული წესით მიიღო. ოლიგარქიული რეჟიმის დავალებების შემსრულებელი მოსამართლის ბიოგრაფიის შესახებ დეტალები ნინო გიგაურმა გაარკვია და ახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს თემაზე საუბარს გისმენთ ნინო. ნათიან, თავარი კითხვები ახლა ნამდვილად არის ის, აქვს თუ არა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს საკმარისი კომპეტენცია მოსამართლისთვის, აქვს თუ არა მას დიპლომი და აქვს თუ არა ნამდვილად დამთავრებული სამართლის ფაკულტეტი. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ, რომელმაც რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს დაკავებული 11 პოლიტპატიმარი პატიმრობაში დატოვა და მიიღო ეს გადაწყვეტილება. საგარეჯოში დავით გარეჯალის სახელობის ტექნიკურ ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სწავლობდა, მან ეს ინსტიტუტი დაამთავრა სწორედ. უცნობი არის რა მიმართულებით აქვს მას აღებული დიპლომი, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ინსტიტუტი დავით გარეჯალის სახელობის დაარსდა 1996 წელს და დაარსებიდან ზუსტად 2 წელში, ანუ 1998 წელს, ქეთევან ჯაჭვაძემ შეძლო ბაკალავრიატის დიპლომის აღება. უცნობი არის, როგორ მოახერხა 2 წელში ბაკალავრიატის დიპლომის აღება ჯაჭვაძემ, მაშინ როდესაც იმ დროს ბაკალავრიატის დიპლომს სჭირდებოდა 5 წლიანი სწავლება. ეს აჩენს რასაკვირველია კითხვის ნიშნებს, ასევე ირკვევა ისიც, რომ იუსტიციის ასევე ირკვევა ისიც, რომ ამ ინსტიტუტში არსებობდა მხოლოდ სამეურნეო სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და სავარაუდო არის, რომ სწორედ სამეურნეო სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი აქვს მოსამართლეს, რომელმაც პატიმრობაში დატოვა 11 პოლიტპატიმარი თავისი გადაწყვეტილებით. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით 2006 წელს საგარეჯოში არსებული ეს ინსტიტუტი საერთოდ დაიხურა და გაუქმდა. იქიდან გამომდინარე, რომ ინსტიტუტში შეიქმნა ფინანსური კრიზისი და წლებში ასევე ვერ შეძლო ინსტიტუტმა რომ გაევლო საერთოდ აკრედიტაცია. ქეთევან ჯაჭვაძის სახელი რამდენიმე გახმაურებულ პოლიტიკურ საქმესთან არის ასევე კავშირში, მაგალითად 2019 წელს გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით, გავრილოვის ღამეს დაკავებული 4 პირის მიმართაც მიიღო ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება და ეს 4 პირიც ასევე დატოვა პატიმრობაში. რაც შეეხება შეფასებებს, რომელიც ჩვენ მოვისმენთ ჯაჭვაძესთან დაკავშირებით, პირველი ვინც გამოეხმაურა ქეთევან ჯაჭვაძის გუშინდელ გადაწყვეტილებას, ეს იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თქვა, რომ სამარცხვინო არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ მიიღო. ეს მოსამართლე არის კლანთან აფილირებული და კლანთან ახლო კავშირში მყოფი მოსამართლე და ძალიან სამწუხაროა სალომე ზურაბიშვილის თქმით, რომ სასამართლო დღესდღეობით არ არის თავისუფალი, ის არ იღებს სამართლიან გადაწყვეტილებებს და იღებს მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს, რასაც დაუკვეთავს ქართული ოცნების ხელისუფლება. მოვისმინეთ ასევე იურისტების შეფასებებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ქეთევან ჯაჭვაძე არის სწორედ კლანთან აფილირებული მოსამართლე. ქეთევან ჯაჭვაძე სირცხვილია და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს. ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ. მონობა იცოდეთ, ცუდად თავდება. კაფკა როგორც ჩანს არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ. მოსამართლე, რომელმაც ეს საქმე განიხილვა, ბუნებრივია, რომ აჩენს ძალიან ბევრი კითხვებს მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და სერიოზულ საფუძვლიანეჭვებს, რომ ის არ მოქმედებდა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისას. საქართველოში, როგორც წესი, რეზონანსულ საქმეებზე ყოველთვის არის ხოლმე პოლიტიკური ინტერესები, რომელსაც აი ამ ინტერესებს უკვე კლანის და მოსამართლების მეშვეობით ახორციელებს ხოლმე ხელისუფლება. თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ ის არის აფილირებული კლანთან, სხვა შემთხვევაში ის იმოქმედებდა აუცილებლად დამოუკიდებლად და სამართლიანი გადაწყვეტილების ასე ვთქვათ, მიღებაზე იფიქრებდა და მიიღებდა კიდეც ესეთ გადაწყვეტილებას და არა ისე ბავშვად როგორც ეს ახლა მოხდა. ის არის პირდაპირ შეიძლება ასე ვუწოდოთ მას აფილირებული ამ გავლენიან ჯგუფთან. ეს მოსამართლეები არიან სპეციალურად ჩინჩალაძე მურუსიძის მეშვეობით შერჩეულები, ეგრეთ წოდებული ზონდერ მოსამართლეები, რომლებსაც რასაც ჩაძახებენ, იმას ამოძახენ. ასე რომ მათ თავიანთ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, ისინი დამოუკიდებელი მოსამართლეები არ არიან და შესაბამისად რაც არ უნდა განათლება ქონდეთ მათ
ისინი არიან შერჩეული ზუსტად იმისთვის, რომ რასაც ეტყვიან, ის გააკეთონ. და ივანიშვილის ეს არ გაუვა არც ერთ შემთხვევაში თითქოს ახლა ამ სადამსჯელო ღონისძიებებით, რომ თითქოს ვიღაცას შეაშინებს. ქართველი ხალხი არ გაჩერდება, სანამ არ მიიღებს თავისუფალს და ახალ არჩევნებს. 11 პოლიტპატიმარი პატიმრობაში რჩება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, იმ მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომლის განათლება, კომპეტენცია და თავისუფლება დამოუკიდებლობა დგას ეჭქვეშ და ბევრ კითხვის ნიშნებს სვამენ მის განათლებასთან დაკავშირებით მისი კოლეგები და 11 ადამიანი, როგორც გითხარით, 11 ადამიანს მოუწევს, რომ რამდენიმე თვე კიდევ გაატაროს საპატიმროში ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით. მე შეგახსენებთ, რომ მათ ჯგუფურ ძალადობას ედავებიან 11 მათგანს, რაც ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.